ბათუმში რუსთაველის ქუჩის 7 ნომერში მდებარე სახლზე, სადაც 1913 წელს ამერიკის საკონსულო მდებარეობდა, მემორიალური დაფა განთავსდა. ინიციატივით საკრებულო შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობამ წლის დასაწყისში მიმართა და თანხებიც გაიღო. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა. ღონისძიებას შეერთებული შტატების ელჩი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასე ვთქვათ, ღამით, როდესაც მადლიერი ვარ ბათუმის აჭარის ხელმძღვანელობის მკვლევარებისა და არქივის თანამშრომლების, რომლებიც ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს შენობის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარნენ. ეს მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ ამ ფაქტით პატივს მივაგებთ ჩემს იმ კოლეგებს, დიპლომატებსა და კონსულებს, რომლებიც 100 წლის წინ ბათუმში მსახურობდნენ. მეორე ისაა, რომ ეს მეტყველებს ბათუმის დაბრუნებაზე, როგორც წამყვან გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ვაჭრობაში ახალ აბრეშუმის გზაზე და მესამე ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებისთვის. მაშინაც კი, როდესაც საქართველო იყო ნაწილი цаრისტული იმპერიისა, ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა და იყო მნიშვნელოვანი სუბიექტი. მას ჰქონდა ქალაქი, სადაც მდებარეობდა ამერიკის საკონსულო. მაშინ, როცა საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ეს ტრადიცია კვლავ აღდგა, გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში ასე დარჩება. კიდევ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდა მე-19 საუკუნის მიწურულს და მინდა დავაფიქსირო, რომ დღევანდელი დღე ჩვენი ურთიერთობის კიდევ ნათელი მაგალითია იმ ურთიერთობის, რასაც ქვია პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, ტურისტული კუთხით მიმართულებითაც ლამაზი იქნება ეს ადგილი და ეს ტერიტორია, ეს მემორიალი, ალბათ ამერიკელი ტურისტებიც მალე შემოგვიერთდება და ნახავს ამ ყველაფერს. როგორც კი დაუბრუნდა ბათუმი დედა სამშობლოს, იმ დღიდან მოექცა დიდი სახელმწიფოების ყურადღების არეალში. უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი ამ ღონისძიების შინაარსი ზუსტად წარმოადგენდა იმას, რომ ეს ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან ადრე იყო დაწყებული, კომუნისტურმა რეჟიმმა შეწყვიტა და ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლური სტილის ქალაქი, დასავლური ფასეულობების მატარებელი, ეს ჩვენ კარგად ვიცოდით ბათუმელებმა, ეხლა დაადრა დრო იმისა, რომ დანარჩენ სამყაროს, დანარჩენ ქვეყნებს შევაგდებინოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზაციის ნაწილი, დასავლური ფასეულობების ნაწილი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფასეულობები ჩვენ კიდევ უფრო წინ წავწიოთ.